დილა მშვიდობისაო, როგორ ახართო? გამოვედი, შემოწენილი ვარ ელიავადან რომ გამოვედი, რათა გადაწყვეტა რომ მეგობრისთვის რაც ხაქვს აყიდი. ხოდა აქ უშნოდ შემოვეტენე. და მივდივარ ახლა ევექსში, რენტგენებს ვიღებ ყველა მთელი ოჯახი. დილით აფეთქი ვაცხე, ხარშე, ბრეცხე, ესე იგი არ ვიცი გოგოებო თქვენ სასახართ, სახლში როცა ვარ სამზარეულოს ნიჟარას ვერ ვშორტები. იქ რა ვიცი ვინმე ნერვებს მომიშლის კიბე თავში, პილასოსი ერთ ადგილში. არა მომიბარგებია მანქანა თუ ამომილაგებია თუ როგორც არის. 5-ის ნახევარზე გავუყურე დღეს. ვერ გამოვედი ნიჟარიდან, ვერ ასოთოს. არ დასრულდა. გავაკეთე პატარა ბეზეები. 2 ნამცხვარი გამოვაცხე ერთი წოხები დღეს. ხოიცი წოხანდელი და დღეს კიდევ დავამატე. ის ბეზე 3 კვერცხის ცილა დავინანეულო და დავიწყეთ ქვეთა ორთქლზე ამოვიყვანე. მივეცი ლიმონიავა. სამფეხას არ უყვარს, მე დადათას ძალიან გვყვარს. მე ყველაზე მეტად ტკბილეულში მიყვარს ბეზე. ძალიან საკებს ვაღაჯუნებ. ძალიან ძესტი გოგო იყო და წავედი ხანა იმედია ჩემი შვილიც მალე გამოჩნდება. მოდი. კუჩაში გასვლა მერესა. კიდევ გამარჯობა. რამდენი გამარჯობა და რამდენი დილამოც დაწყებული. მოკლედ კორონა ჯანდაბა ოხრობა. ბაზარეთი მაქვს სახლში. ძლივს დავახციე თავი. საავადმყოფოებს და გავდივარ სამსახურში. მთელი ბავშვობა მინდოდა რომ ეს ხმა მეც გამომეცა. სულ დედას კაკაპუკებს ვისვამდი ხოთე, იმდენი ხანია ფუსრებს არ მიგაღვარ. მგონი აღარც ვიცი როგორ უნდა ვიარო. თავი დავიბანე, რა თქმა უნდა ტანთან ერთად. არ ვიბან ხოლმე ცალ-ცალკე. ჩავშალოცდება. თავი დავიბანეს, არ ვცნობ მე. ბანაუ ერთ კაბილებიან თავno მოკლედ დავანებოთ ვისაც როგორ უნდა ისრმდელი ბანავს. არ გავატრაკე საქმე. 5 ჯერ. ვიღაც გონია რომ კანი უშრება და არ უნდა იბანაოს და მე პირიქით მგონია რომ ძალიან ბედნიერად სუნთქავს ჩემი კანი. ლეპტოპი არ ვიცი ამაყუდებული როგორ მივაღწევ სამსახურამდე, მაგრამ საყურებით კი დავიფნიე ძალიან ხალი მინდა რომ ვიყო. როგორ ხარ? მე ნორმალურად ვუძლებ 29 დეკემბრიდან ეს არის 10 თებერვალამდე. ამათ ვაჭამე და დამდევს ყველა. საავადმყოფოდან ვერ გამოვედი. ჩემ ფერშია. დათას კორონავირუსი დაუდეწყდა. იწვა. ნერვიულობდი იმაზე რომ ამ ოპერაციებს
ბაუს არ გადასდებოდა ჩვენ ხელს არ განვიხილავდი მიუხედავად იმისა რაც რა ვერ მოვესწარი და მინდა რომ კიდე გავიდეს პერიოდი და მე არ ვიცი იმიტომ რომ შეიძლება სიმპტომები არ მქონდეს და ესენი ყველა დაპურებულები არიან და ჩვენს გარშემო შემოიკრიფნენ რომ კიდე უნდათ რაღაცები ვიყიდე გაცოდოთ ახლა ზუსტად სარეაბილიტაციო არის ესეთი გალერეა გურმანია სადაც ავიღე მაიმუნებები და ვიცი რა შეგადავიხადე უკვე სტრესი მაქვს ჩემი ფულის ხარჯვა არ შეიძლება არაფრით მაგრამ ხო ესე პლან გავსავით წავიდეთ ახლა ნიკოსთან შევხედოთ მივალ სახლში და გავაკეთე მოვედი სახლში ახლა მომცემს ტელეფონი იმის საშუალებას მოგიფერებით მადლობას მოგიხდით ამდენი ხანი რომ მელოდებოდით არავინ არსად არ წასულხართ პირიქით შემოვიმატეთ პირიქით ჩემს გვერდით ხართ ძალიან დიდი მადლობა ყველას მოდი ახლა ვნახოთ რა ანუ შოპაჰოლიკები ხომ არიან ეს შემოუწვერი ხოდა მეც იგივე დამემართა ანუ რაღაცა სტრეს ხსნის რაღაცა თითქოს სადღაც გასეირნოთ ჭირდება მოკლედ ჯერ შევედი გავათვალიერე და მომეწონა ერთი ფინჯანი ყავისთვის, ჩაისთვის და დღეს გადაწყვეტილი მქონდა რომ 300-ს ვიყიდი, 300-ს ვიყიდი, მაგრამ აღარ დამხვდა. დავიწყოთ აქ. ძალიან მაიმუნური ჭექებია. მაგრამ ძალიან მომეწონა ღვინისთვის, ლიქიორისთვის, ვისკის ნებისმიერი რამის. რადგან ჩემთან სამგოგოზე მეტი არ გროვდება და არ ისახურებს ხოლმე. სამს კიდე დავამატებ. ესეთი ძალამაზებია. ჩემთვის ანუ ეს რომ დაბალი აქვს და მიბმული აქვს ჩემთვის ძალიან საინტერესო. ვარდა 99. შემდეგში კიდე სანამ იქნება ფასტაკლება და ესეც არ გათავებულა 300-ს წამოვედება ან დარჩება 3. ეს ღირდა 24 წელიანი იყო. კექსის ეს ძალამაზ ფერი არ ვიცი რამდენი დაღიქვათ და წამოვიღე 99 თეთრი ღირდა. გურმანია. ეს უკვე თავიანთია კომპოტიც გავსინჯე მე მაყულის და ჩემთვის მეტად ტკბილი იყო, მაგრამ გემრიელი იყო. ძალიან გემრიელი მურაბები აქვთ. როცა ფულის ხარჯვა ზედმეტ ნივთებში მოგინდებათ, აუცილებლად ეწვეთ ამ მაღაზიას, ანუ ავეჯი, ტრუსიკი, მაიკა, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ყველაფერი პლუს პროდუქტი. ერთ სივრცეშია ყველაფერი. მანგოს ჩირი, რომელიც მე მიყვარს, კილო ღირსებზე 14 და 99. აქ არის 340 გრამი და არის 11 და 90 თეთრის. ეს არის ხელთათქმანები. რამდენი ცალი იყო, არ ვიცი. ყოველთვის ვაძლევ ხოლმე 9-9-ს ან 10-ს და ღირდა 5 და 50 და ეს უფრო გამოვზიდო. სულ მე უნდა ვიყიდო. მედიუმი როა, ეგ გავარკვიე. მაგრამ რაოდენობა არ წერია. არსად. 8-9 ლარზე ნაკლებს მოკლედ ვერ ვაძლევ ხოლმე და 5 და 50-ს ვიყიდე და ნახავ როგორი იქნება. ეს ის ჭიქა პროცეულებიანი, რომელიც მინდა და 3 ცალი. ჩემთვის ყავისთვის იდეალური ზომაა და ეს პროცეულები და არ ვიცი კიდე რა არის შეგიძლიათ აღიქვათ როგორც თავთავი, შეგიძლიათ როგორც ჩურჩხელა, ყურძენი, ბევრი აღქმა შეიძლება, მაგრამ
ძალიან თეთრია და ძალიან ლამაზია. თითქოს ბავშვმა მოხატა ამის ჯამებიც არის. ხელთათმანები, ესეც მედიუმი. ეს ღირდა 12 ლარი და 95 თეთრი. ძალიან საჭირო რამეა ჩემთვის და ძალიან იაფია, იმიტომ რომ მებელს ვაძლევ ხოლმე ეკთან. ეს არის გარნიერ მშრალი შამპუნი, რომელიც ღირდა 4 და რაღაცა. ნიკამ თხოვა ერთი ჭიქანი დათვალიერების დროს. ნახეთ იქ ჭიქები ხა შემოვქანით სახლში. დილისეულია და საერთოდ. ახლა დებილი ჭიქაა და გავაკეთოთ აბა. დათვალიერებინეთ მთელი სახლი. ნახეთ ცოტა მაკლია. აი რატო მინდა რომ კონდეს ვარდისფერი წამწამები ხო არ იცით ამ ხელა ქალს, მაგრამ არა მინდა. იდეაში მე მქონდა ესეთი ფერის ტუში და პირში რა ჩავიდე. შავზე ვისვამდი ხოლმე ბოლოებში და ძალიან ლამაზი იყო. ნახოთ აბა ეხლა რა ფერია. ვარაუდოთ არც ხარისხზე არ მაქვს. ვაიმე, სარკე არ შემიძლია. არც ხარისხზე არ მაქვს დიდი მოთხოვნები. აუ, ძალიან ლამაზი ფერია, ზუსტად ისეთი, როგორც წარმომედგინე. ანუ ძალიან რომ ავიტუშავ ხოლმე, ნახეთ რა ლამაზი ფერია ღვინის. არც მყვირალა, ცოტა მყვირალა ვარდისფერი მეგონა, მაგრამ ძალიან ლამაზად ჭდება წამწამზე. არ გადამიყრია ფული. ტელევიზიონია. არ უნდა გაიცინოთ, რა ეგრევე დაგეტყლინდება. საერთოდ საშუალება თეთრების ლაქებისთვის, იმისთვის, ამისთვის 10 ლარი. ეს ჭიქა მიყიდეო, არ ვიცი რამდენად ხედავთ, მსახიობია, ერთი წუთით. ამას ადრეული წყალი ხო ჭირდება. აბა ისე არ ჩანს და მუშაობს თუ გაფჭებულია? აი მუშაობს. არ ვიცი რა თუნდოდა ეს კაცი. ვერ გეტყვით. ორივე მხრიდან ეგ არის. ეს ღირდა 10 ლარი. Ramsia მაიმუნებაში დავზოგი 100 ლარის იყო. -19 და 20-ო ხურდაო 96 ლარის და 10 თეთრის გამოვიდა. სულ აი კაპიკები რაღაცეებია რა. ანუ ეს ჭიქა ვიღაცა მაიმუნი კაცის მსახიობის 10 ლარი ღირებულა. ოკეი. ძეხვი სომხური ლავაში და ნიკორას ღორის ხორცი შოვრაცა სოფლად ანუ არ მახსოვს ეს მსახიობი კი ვიცი რომ ფილმებში ახლა
მოკლედ ასე გაძლებაზე ვარ ძალიან მხიარულად ვარ წინ მივიწევთ ნაბიჯ და არ ვიცი როდის იქნება ის მომენტი რომ გაივლის არ ვიცი როდის ამოვისუნთქებ და ვიტყვი რომ ხო ორ ფეხზე დგას და კი კარგია ჩვეულებრივ მიდის ცხოვრება საჭმელი სარეცხი სამსახური ჰაი ხუი სანამ და აქ იყო ჩვეულებრივად რა თქმა უნდა ვიყე რაღაც მარაგი და ვიმუშავე რომ მე არ გამჭირვებოდა ხო და ის სულ მაინტერესებს ხოლმე იცხოვრე ისე როგორც შენ გინდა ეხლა ხო დაემატა ძალიან ბევრი პოდკასტებია და ძალიან ბევრი ფსიქოლოგს იწოვენ და ძალიან ბევრი ხალხი ანუ რაც მოგინდება აკეთე ის როგორ მასწავლეთ, ეგ მაინც მასწავლეთ, აი როგორ უნდა ვაკეთოთ ან ყავა დავლიოთ ბარემ ჩვენს. როგორ უნდა ვაკეთო ის, რაც მომინდება, როცა არსებობს ძირითადი საჭიროებები. საერთოდ არ მინდა რომ გავყვე თერაპიაზე, საერთოდ არ მინდა რომ ფული ვიშოვო. ჰაუ! გვეცროვეთ. ვიცი რა უნდა. ხო, ნუ ეს ჩვენ საყვარელი სახეობი გამოჩნდა. რაღაცა ვეღარ ვკითხულობ. კიდევ მაქვს ცხელი წყალი. ხო და აი სულ არ მინდა, საერთოდ არ მინდა არავისკენ. იმდენად გამოფიტული ვარ და იმდენად დაღლილი და იმდენად ზოგადად ყველა ადამიანი ხო ინდივიდუალურად გააიქვამს, განიცდის, ფიქრობს. მე მაქვს ის რომ როცა რაღაცა მოხდება შემდეგ ვარ ცუდად. იმ პერიოდში ვარ ძალიან კარგად. მე აღიქვავს ტვინი, მე ხდება ეს ყველაფერი. ასობაში ანუ გამოდის რომ ეხლა ვარ ცუდად და საერთოდ არაფერი არ მინდა. არ მინდა მოძრაობა, არ მინდა გაღვიძება, არ მინდა. მასწავლეთ როგორ უნდა ვქნა რომ ეს ყველაფერი არ გავაკეთო, რაც მე მჭირდება. რომელი სულელები ხალხი იმდენად მოჭიროებაშია, იმდენად ცუდი ცხოვრებაა და იმდენად ყველაფერი ხელჩასაჭიდია. გინდაც მეგობრობაში, გინდაც ადამიანობაში, გინდაც სამსახურებში, რომ როგორ შეიძლება რომ მე ვაკეთო ის, რაც მე მინდა. შევხვდა იმას, ვისაც მე მინდა. მაშინ გიჟი ვიქნები, ჩვეულებრივი გიჟი ვიქნები, საბუთიანი, რომ გარეთ გავდივარ მორიდებით მოწიწებით მხოლოდ მაღაზიაში. არა იმიტომ რომ ვერ გაივლის და ვერ გააკეთებს, უბრალოდ ვალდებულება მაქვს, უფროსი ვარ, დიდი ვარ, მე შემემთხვა რომ კასტილებით ამხელა დედაკაცი ავილეწე აბაზანაში და მოტეხილი ფეხი მოვირჩინე და მეორე ფეხზე ისეთი სოკო დამემართა რომ სამჯერმა გადაშკურყული რომ შრამები არ დამრჩენო და ღრმულები მქონდა ხანისგან. ანუ არ ვიცი მე როგორ უნდა ვაკეთო ის, რაც მე მომწონს იმ სიტუაციაში. ხან და ხან როცა კარგად ვარ, რა თქმა უნდა მომწონს შრომა, რა თქმა უნდა მომწონს ყველაფერი ჩემი საქმის კეთება და მე ვერ გეტყვით იმას, რომ ყველაფერს ვაკეთებ იმას, რაც მე მომწონს, მაგრამ მე ცოტა ხნის წინ გადავწყვიტე, რომ ვიყო ჩემი თავის მშობელი. ანუ ჩემ თავში ხო არის პატარა გოგო, ის პატარა დორა, რომელსაც რაღაცები არ მოსწონდა, რაღაცებს აპროტესტებდა, რაღაც შენიშვნებს ცუდად ღებულობდა და გადავწყვიტე, რომ მე ვიყო აბა ჩემი თავის დედა. როგორ შეუძლებ რომ გავზარდო ჩემი თავი? როგორ წავწიო წინ, რის შემდეგ რა გავაკეთო? და ამით რომ გაჭირდა, როცა ლაპარაკი მინდა, მაშინ მთავრდება ყველაფერი ემსხვერპლება და უბედურდება და მოკლედ. მასწავლეთ როგორ გავაკეთო ის, რომ ვაკეთო ის, რაც მინდა. ძალიან საინტერესო თემა. დიდხანს შემიძლია ვილაპარაკო, მაგრამ სამწუხაროდ ჩემს ტელეფონს მეხსიერება არ აქვს. მოკლედ თუ ვიდეო უაზროდ დამთავრდა, ჩათვალეთ რომ გათავდა. ხო და როცა წყვეთ რომ შენ ხარ შენ თავის მშობელი, შენ ავალდებულებ რაღაცებს, შენ მიუთითებ უბრალოდ სწორ გზაზე გაიაროს და ეუბნებ რომ კი ეს არის სწორი, შეიძლება არასწორია, ეს გჭირდება, ეს არ გჭირდება. ამ დროს ვისაც ჩხუბები საკუთარ თავს ხო ვერ ჩხუბები პირიქით.
ანუ ძალიან ბევრ ვარიანტში ალბათ თქვენც გქონიათ იგივე დამოკიდებულება, რომ თითქოს ორი ხარ, ერთი ეუბნება რომ ხო გააკეთე, მეორე ეუბნება რომ არ გააკეთე და ამ ორ შორის არჩევანს ვერ აკეთებ და ამიტომ უნდა გადგე ორივეს უკან და ჩათვალო რომ ხარ დედა. ხო და დღეს ჩემი დედა მეუბნება რომ ჩემ შვილს ვჭირდები. დღეს ჩემი დედა მეუბნება რომ მისთვის ვარ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ იმ ხელა სტრესი იქ იმდენ განიცდის ამ მარი სახლში ყოფნას, იმდენ განიცდის მადლობა კიდევ სამინისტროს რომ დაუშვა სახლში სწავლება და გაკვეთილები აქ და მოკლედ ყველას თავის გაჭირვება, ყველას თავის პერიოდია, ყველა თავისთვის არის და ეს ძალიან ძნელია. მე არ ვამბობ რომ უჩემოთ ვერ იზამდა, ალბათ გათენდება ის დღე, როცა მე საქმე მექნება და ის ტაქს გამოიძახებს და ესეთი ფეხით წავა, მაგრამ ხო, ნუ ჯერჯერობით ასე ვთვლი საჭიროდ. და იმისთვის რომ ჩემმა დედამ მითხრა, ანუ ჩემმა საკუთარმა თავმა, რომ ვერ გააკეთებ იმას, რაც შენ გინდა. ეხლა მე ძალიან მინდა რომ დავკრა ფეხი წავიდე სახლიდან, მოვიარო ჩემი დაქალები, ვნახო ყველა, დავლიო ყავა ბიჭორო, მაგრამ არ შემიძლია. ძალიან მინდა რომ არ ვიმუშავო. არ შემიძლია. წავედი, ხომ ეთყობა როგორ ხასიათზე ვერ გოცნით, გეფერებით მეტი აღარ შეუძლიათ ჩემ ტელეფონს ნახვა.